დემეტრე თავდადებულმა როგორი ვაშკაცური საქციელი ჩაიდინა, ხო? მარტო ეს სიტყვა არ შეჰპერის მის საქციელს, რაღაც ახალი არამქვეყნიური ზეციური შესატყვისი მოუხდებოდა მის ამ გმირობას, უეჭველ სიკვდილზე წავიდა, ხო? მან იცოდა რომ მოკლავდნენ, მაგრამ მაინც წარსდგა ყაენის კარზე და გადაარჩინა საქართველოს აოხრებას. ბევრი ძლიერი მეფე ყავდა, ბევრი მამაცი მეფე ყავდა, მაგრამ არავინ არ ვიცით ვინ როგორ მოექცეოდა მის ადგილას. მინდა შედარება გავაკეთო თავის ვაჟთან, დავით მერვესთან. ისიც ძლიერი მეფე იყო, ყოჩაღი მეფე იყო, კარგი მხედარი იყო, მაგრამ როდესაც ამ ფაქტის წინაშე დადგა რომ უნდა წარსდგარიყო ყაენის კართან, ვერ გაბედა, შეეშინა და გაიქცა და თავი შეაფარა მთიულეთს, ხო? შემდეგ იქ ყაენმა გაგზავნა სადამსჯელო არმია, იქაც იყოჩაღა დავით მერვემ. ბევრი დახოცა, ბევრი ტყვედ ჩაიგდო, მაგრამ შედეგი რა? მათზე გაბრაზებულები უკან დაბრუნდნენ და მთელი საქართველო და ქართლი აოხრეს და გაბრუნდნენ ისე. აი ეს არის შედარება და უფრო დავაფასე დემეტრე თავდადებული.